მოგესალმებით, მონაგარეკლავ ტელეკომპანია პულსის ეთერშია. მე დღეს განსაკუთრებული გადაცემა მინდა შემოგთავაზოთ განსაკუთრებულ სტუმართან ერთად. დღეს მონაგარ სტუმრობს პროფესორი რუსტან ქარსელაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პედიატრიის კათედრის გამგე. მე მინდა მივესალმოთ ჩემს სტუმარს, ქალბატონ რუსტან, მოგესალმებით. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუდიაში სტუმრობისთვის. ჩვენ უკვე დიდი ხანია ვგეგმავთ ამ შეხვედრას. მადლობთ მოწვევისათვის. და მე ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება ჩვენი პირველი და ბოლო შეხვედრა, იმიტომ რომ თემა, რომელზეც ჩვენ ახლა ვიწყებთ საუბარს, არის სულ ახალი ექიმისგან. ჩვენ გენეტიკაზე ძალიან ბევრს საუბრობდით მეცნიერებთან ერთად, ბიოლოგებთან ერთად ამ სტუდიაში და სხვა შორის ხაზგასმით ვამბობდით, რომ დღეს უკვე წარმოუდგენელია სამედიცინო განათლება გენეტიკის გარეშე. რამე თუ როგორც მე მახსოვს, ჩვენი მასწავლებლები ყოველთვის გვეუბნებოდნენ, რომ კარგი ექიმი იზომება იმით, თუ სად ჩადის აზროვნების დროს, სად პოულობს მიზეზს და საიდან იწყებს მასზე მუშაობას და არა სიმპტომების მოპირკეთებაზე მუშაობს. ჩვენ ვიცით, რომ ასეთი კოლეგებიც არსებობენ, თუმცა დღევანდელ 21 საუკუნის სამედიცინო განათლება წარმოუდგენელია კლინიკური გენეტიკის გარეშე. ზოგადად აი ამ თემებზე მინდა ჩვენ დღეს ვისაუბროთ. და დავიწყოთ განათლებიდან და შემდეგ უკვე ამოვიდეთ კლინიკურ პრაქტიკამდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოგესალმებით, ძვირფასო კოლეგებო, ტელემაყურებლებო. ძალიან სასიამოვნოა და მე არაერთხელ მithქვამს, მე ხშირი რა თქმა უნდა თქვენი ხშირი კი არა მუდმივი მაყურებელი ვარ. თქვენ აბსოლუტურად ეხმიანებით იმ გამოწვევებს და რაც მთავარია დროულად. და რაოდენ დროულია ახლა კლინიკურ გენეტიკას მოდით ხას გავუსმე, კლინიკურ გენეტიკაზე საუბარი. რამე თუ სწორედ ბოლო, აი უკანასკნელი 2-3 წლის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო რეზოლუცია, რადგან ბრძანეთ, რომ აკადემიური საქმიანობით დავიწყოთ, სწორედ მას ეხმიანება. მიიღო რეზოლუცია, რომელიც დაეგზავნა აბსოლუტურად ყველა სამედიცინო განათლების, უმაღლეს სამედიცინო განათლების სისტემას და ჯანდაცვის სამინისტროებს. ეს არის, რომ საკმაოდ საფუძვლიანი კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ არა საქართველოში და ყოფილ კავშირში გასაგებია, რომ გენეტიკის სწავლება უფრო დაბალ დონეზეა, მთელ მსოფლიოში ნაკლებად ფლობენ ექიმები სამედიცინო გენეტიკას, ანუ კლინიკურ გენეტიკას. ფლობენ მეათე სკოლის მოსწავლეებიც ბიოლოგიას სწავლობენ, ფუნდამენტური სწავლება გენეტიკის არაჩვეულებრივია ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებში, ძალიან კარგი და იქვე მთავრდება. და დღეს აი ამ რეზოლუციის თანახმად მოწოდებულია ორსაფეხურიანი სწავლება გენეტიკის. აუცილებლად საწყის ეტაპზე აქ მაქვს ეს რეზოლუცია, შეგიძლიათ მოიძიოთ, საწყის და მაღალ კურსზე. უკვე კლინიკურ ნაწილში. კლინიკურ ნაწილში, აი სადაც კლინიკური დისციპლინები ისწავლება, კლინიკურ დისციპლინებში მეტნაკლებად, მე მაგალითად პედიატრიის კურსს არ ვიწყებ გენეტიკის კურსის გარეშე. როგორ შეიძლება პედიატრია დაიწყო ბავშვის დაბადებიდან, როდესაც შეიძლება გენეტიკურ პათოლოგიას შეხვდე და სტუდენტმა და მომავალმა ექიმმა არ იცოდეს, რომელ პათოლოგიასთან აქვს საქმე, რომელი მეთოდია კვლევის რელევანტური ამ დროს არა და ასევე ალბათ სად და როგორ უნდა მოძებნო. სად და როგორ, რომელი ეს ხო არ არის მტკიცებულებებზე ვეყრდნობით დღეს კვლევებს და აი ესე ბრმად ამ უზარმაზარ სივრცეში ზუსტად უნდა იცოდე ქრომოსომულია, მონოგენურია, პოლიგენურია თუ რომელი პათოლოგია, რომ სად ვეძებოთ მიზნობრივი დიაგნოსტიკა, ხო მართალია? და სწორედ ამას ემსახურება მას შემდეგ, რაც სტუდენტი ასრულებს ყველა კლინიკურ კურსს, კარდიოლოგია, პულმონოლოგია, ალერგოლოგია, პედიატრია, შინაგანი მედიცინა, აი მე-6 კურსზე უნდა ისწავლოს შეაჯამოს კლინიკურმა გენეტიკამ. და თქვენ აი ჩემდა სასიხარულოდ აი კლინიკურ გენეტიკას ვასწავლი მე-6 კურსზე, მხოლოდ
ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი არის, რომ მე-6 კურსზე მთელი კურსი მაქვს კლინიკური გენეტიკის. მაგრამ ნუ მე რა თქმა უნდა, ჩემ მშობლიურ დღეს მშობლიურია უკვე ჩემი, ამდენი წელია მე კათედრას ხელმძღვანელობ ჯავახიშვილის უნივერსიტეტში. იქ გენეტიკის სამედიცინო გენეტიკით ვიწყებთ, რა თქმა უნდა, ალერგოლოგიასაც და პედიატრიასაც. ეს საწყის ეტაპზე თუ აქაც ბოლო კურსზე? არა, ბოლო მე-5 კურსზე, ჩემთან მოდიან მე-5 კურსზე სტუდენტები, ძირითადად პედიატრია ისწავლება მე-5-ზე, ალერგოლოგია მე-4-ზე. მე-4, მე-5, მე-6 კურსები არის ამისთვის, როცა უკვე იციან პათოგენეზი და მათ ხელეწიფებად დიფერენცირება მოახდინონ, რომელ პათოლოგიასთან გვაქვს საქმე. ეს არის გენიალური, იმიტომ რომ მე ხშირად ვთქვათ ჩვენ სამედიცინო სწავლების მეთოდოლოგიაზე ჩვენთან და უცხოეთში პარალელებს ვავლებთ ხოლმე. ყველაზე დიდი თქვათ ჩვენი დროის სტუდენტებმა ძალიან დიდ ინფორმაციას ვიღებდით, უზარმაზარ მასალებს სწავლობდით, მაგრამ ფორმა და თანმიმდევრობა იყო რთული და თუ ძალიან ბეჯთი არ იყო სტუდენტი, მას უკვე პირველ, მეორე, მესამე კურსზე გავლილი, თუნდაც ეს ფუნდამენტალური იქვე ტოვებ და შენ უკვე კლინიკურ პრაქტიკაში რო გადაიტანო, თვითონ უნდა იყო მონდომებული, რომ დაბრუნდე და აქედან დაიწყო აზროვნება. აბსოლუტურად სწორი ბრძანდებით. აი ძალიან მომწონს ეს თქვენი აზროვნების თანმიმდევრობა და რა თქმა უნდა, რომ თქვენ ეს საკითხი წამოწიეთ და მოდით ვთქვათ რატომ. აი რატომ აქვს მნიშვნელობა ქვეყანას, რომელსაც უყვარს თავისი ერი და ექიმს, რომელსაც უყვარს თავისი სპეციალობა, ის აუცილებლად ზრუნავს არა მხოლოდ დაავადებულზე, ის ზრუნავს პრევენციას. ეს არის ყველაზე ანუ მის ფოკუსში, კარგი ექიმის ფოკუსში, ყოველთვის არის არა მხოლოდ პაციენტი რაიმე პათოლოგიით, ეხლა მოვიდა პედიატრთან. ბავშვი მოიყვანა დედამ შეწუხებულმა და ნუ რაღაც ისეთი პათოლოგია აქვს, რომელიც ექიმმა კლინიკური გენეტიკის ცოდნით შეიარაღებულმა იცის, რომ ეს მხოლოდ ამ ბავშვით არ თავდება ამ ოჯახში. ეს დაწყებულია პირველი, მეორე ხარისხის ნათესავებით და მის სიფსებს, ანუ და-ძმას, დედმამიშვილს, რამე თუ ყველაზე ახლო ნათესავი ამ ბავშვის არის შესაძლებელია მატარებელი იყოს რისკების. რა თქმა უნდა და ასე განსაჯეთ, ყველა მოსული პაციენტი უნდა შეაფასო დედას ძალიან რა თქმა უნდა ეთიკის ნორმებში, კიდე ყავთ შვილები, აბა ადრეული გამოვლინებას მე შევატყობ, ხო? არ უნდა ადრეული გამოვლინება დედას აქვს, მამას აქვს, რისკი ხო ვიცით და ყოველ მომდევნო ბავშვში ეს ყველა პოლიგენური დაავადების კარდინალური ნიშანია, რომ მძიმდება დაავადება. ბავშვს აქვს ატოპური დერმატიტი და არის 14 წლის, 13 წლის, ეგზემა, ურტიკარია. კიდე ყავთ, კი ექიმო, კიდე 2 შვილი მყავს. რამდენი წლის, რამდენ რაკვებაზე უკვე გადავდივარ მე იმ ბავშვებზეც. იმიტომ რომ მისი პრევენცია ჩვენს ხელთ არის. თუ დედმამიშვილს აქვს ჭეშმარიტი IgE mediated რასაც ვეძახით დამოკიდებული, ანუ გენეტიკურად განპირობებული მე ხარ როგორც ალერგოლოგი ხშირად გადაუხვევ ალერგიის, მაგრამ ალერგიული დაავადებები ერთ-ერთი საუკეთესო მოდელია პოლიგენური დაავადებების, ხო? და სწორედ ამიტომ ანუ მე შემიძლია ეს ბავშვი დავიცვა დედამ, რომელმაც არ იცის, რომ ის ბავშვი ჯერ არ გამოვლენილა, იგი რისკის ქვეშ არის და აი სწორედ მაღალ კურსებზე კლინიკური გენეტიკის სწავლების აი ესეთი პირდაპირი რეკომენდაცია გაიცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სწორედ მაგის გამო, რომ თავიდან ავარიდოთ პრევენცია და რატომ აი ვის და ჩვენ პატარა ქვეყანაში ქვეყანას და ჩვენს პოპულაციას ხო როგორ ესაჭიროება ჯანსაღი მევრა არის ჩვენი მთავარი მიზანი რომ მოვევლინებით ხო სუფთა გენის გადაცემა შენი მემკვიდრისთვის დღეს როგორ გაძნელდა ეს სუფთა გენი სუფთა ბრჭყალებში ძალიან ჭირს და აი მე ვფიქრობ რომ მშობლების რადგან დღეს მეცნიერება ისე განვითარდა რომ აი გენეტიკური კვლევის საშუალება გაძლევს თუნდაც აი
ჰომოზიგოტური დამემკვიდრებადი დაავადებების, ანუ დაავადებები ხო ყოველთვის ყველაზე რთული პათოლოგიები ჰომოზიგოტურად დამემკვიდრდება და ამიტომ აი თუ შენ ხედავ რომ ორივე მშობელი მატარებელია და შესაძლებელია იქ 50%-ში თუ მენდელს დავეყრდნობით დამემკვიდრდეს ეს დაავადება, აი იქედან უნდა მოხდეს ამის პრევენცია უკვე და უნდა აბსოლუტურად სწორი ბრძანდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როცა აი წარმატებულ რითი ფასდება ჯანდაცვის მაღალი დონე, რომ მაღალ დონეზეა მედიცინა. ის კი არა რომ დაავადება უმკურნალო, მანამდე მოვახდინოთ პრევენცია. ვის და მსოფლიოში ცნობილია და მე მინდა რომ მე აი პირდაპირ ვაჩვენებ ამ რეგისტრს ხოლმე სტუდენტებს, რომ აი ნახეთ რატო კაცო ედინბურგის ცნობილი რეგისტრი თუ არსებობს, არ შეგვიძლია ჩვენც გავაკეთოთ, მაგრამ სულით და გულით მინდა რომ გავაკეთოთ ეს. დაწყებული, აი ხა მე მოგახსენებთ, რომ მე რა შემიძლია, მე პროგრამა დავწერე, ჯანდაცვის სამინისტროს წარუდგინეთ, როგორც კი გენოფენოტიპური მარკერების იდენტიფიკაცია მოხდა ქართულ პოპულაციაში, ამაზე სულნათი და უდიდეს პატივს ვცემდი ბატონი ვახტანგ მეუნარგია მუშაობდა გენეტიკა, კლინიკურ გენეტიკაზე. ისეთი კარგი შრომები, მაია გოთუა ჩემი კოლეგა, ჩემი არ ვიცი, ხა ალერგოლოგი და მასაც გენეტიკური კვლევა ჰქონდა თავის საკვალიფიკაციო ნაშრომში. ეხლა ამ წუთში ეპილეფსიის გენეტიკური საფუძვლების კვლევაში იცით თქვენ რაოდენ მნიშვნელოვანია ზუსტი მკურნალობის შერჩევის თვალსაზრისითაც. აი შთაგონება იმის ის რომ მე აი ეს გენეტიკური კვლევა ჩამეტარებინა ქართულ პოპულაციაში ალბათ საინტერესოა რა მომცა. ეს იყო 80-იანი წლები და წავიკითხე სტატია ესეთი ამერიკელი მეცნიერის კასპერის. და კასპერი წერდა რომ მან კანონზომიერება ფრანგი მეცნიერის ნაშრომის წაკითხვის მერე აღმოაჩინა, ის გემატოლოგი იყო, კლინიცისტი და ვასკულიტებზე მუშაობდა. ანუ თრომბოციტოპენიური პურპურა, ვერჰოფის დაავადება, მოგეხსენებათ როგორი ფორმა, ხა ის უმძიმეს ფორმებს აღწერდა და აღმოჩნდა, რომ თუ ატარებს აი ამ მარკერს, აქ უშუალოდ ეხა ლაპარაკია ლეიკოციტური ანტიგენური HLA, HLA მარკერებზე, ხო? მას დაემართება მძიმე ვასკულიტი, რომელსაც ფენოტიპში არ აქვს ეს გენეტიკური მარკერი, მას არ დაემართება მძიმე მსუბუქი. აი ამ, ვთქვათ, DR რომელიღაც ანტიგენის და B-ის კომბინაცია თუ არის, იქ სპლენექტომიის გარდა არც ერთი ჰორმონოთერაპიული პირდაპირ გაძლევს და ასე განსაჯეთ. იცით რას გვაძლევს კიდე? და კასპერის შრომაში წავიკითხე, რომ ზუსტ ასაკს გაძლევს, მაგრამ მას ძალიან დიდ ხა საკმაოდ ეს ამერიკელმა მეცნიერმა იაპონური წარმოშობის ტერასაკიმ და ტერასაკის მეთოდათაც იწოდება. მან პირველად ამერიკაში დანერგა ეს მეთოდი, მიკროლიმფოციტოტოქსიური ტესტირება ქვია ამ მეთოდს და განსაზღვრა იმუნოგენეტიკური მარკერები და მარკერთა კომბინაცია და აი ახლა დღეს მაგითი მინდოდა და ვეღარ მივედი მაგამდე. ყველაზე საინტერესო რა არის კონცეპტუალური საფუძვლები გენეტიკის და პრაქტიკული. აი პრაქტიკული რა არის მეთოდები. მეთოდებში გარდა ყველასთვის კარგად ცნობილი ეს კარი მოლეკულური გენეტიკის, ხო, ციტოგენეტიკური არის ბიო მათემატიკური მოდელირება, გენეტიკურ-სტატისტიკური ანალიზი. გენეტიკურ-სტატისტიკურმა ანალიზმა აი პოპულაციაში ისეთი თან დღეს მოგეხსენებათ ახლა კომპიუტერული სისტემის გამართული და როგორი პროგრამები აი მე მაგალითად ვეზიარე და ჩემს სადოქტორო დისერტაციაში გამოყენებული მქონდა მრავალგანზომილებიანი გენეტიკურ-სტატისტიკური ანალიზი ქართულ პოპულაციაში. და ეს არის
აი ზუსტ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაეჭვდეთ თქვენ მაგალითად ეს მართლა ესია, მედიცინაში არაფერი არ არის, არ არის ზუსტი მეცნიერება, მაგრამ აი ეს სტატისტიკა როგორ გაძლევთ, იცით პროცენტებში. ეხლა როგორც ყველა მიცის, აი ვინც კარგად სწავლობს. ემპირიული დაკვირვება ყოველთვის გაძლევს რაღაც კანონზომიერებას ეს ემპირიული აღარ არის, ეს უკვე ობიექტურია. სტუდენტებს რო ვეკითხები, ხა მე ყოველთვის ბაზისურ ცოდნას საიდან დავიწყო, ხო? და უმრავლესობას ძალიან სწორ პასუხს. აი იცნობთ ამ მარკერს, დიახ, აბა რა გახსენდებათ? აი ყველა მიცის, რომ ჰაშელა B27 არის რევმატოიდული მანკილოზირებული სპონდილიტის მარკერი. თუ ეს იცის და აგერ ბრუნქულ ასთმას თავისი მარკერი აქვს, ქართულ პოპულაციაში კი არა, მთელ მსოფლიოში არის ჯანმრთელობის მარკერი, ანუ პრევენციული მარკერი. ამის განსაზღვრა შეიძლება შემოკარგოთ, მაგრამ მარტო ეს ხა ეს კიდევ თქვით, რომ ეს არის მედიცინა, ძალიან სერიოზული და პოპულაციურ დონეზე კვლევა ყველა ეთნიკურ ჯგუფში ჩასატარებელი, რომელიც აი ჩაატარეს სწორედ ბატონ ვახტანგ მეუნარგიასთან იყო ჰემატოლოგიის ინსტიტუტში პირველად ჩატარებული ეს მიკროლიმფოციტოტოქსიური ტესტირება. და მე ვისწავლე საკავშირო იმუნოლოგიის ინსტიტუტში ეს მეთოდი და ჩემი ხელით ვაკეთებდი, მაგრამ აი დღეს გაიოლებულია უფრო, მაგრამ უკვე ედინბურგის რეგისტრი, გვიდევს აგერ რეგისტრი. ქალბატონი ეწერება სამშობიაროდან ახალშობილით, რომელსაც აქვს რეგისტრი და კითხულობს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ მამაჩემს პირველი ტიპის დიაბეტი ჰქონდა, შობიარე ქალისგასთვის არის. ჩემი შვილი არის რისკის ქვეშ და მეც. ეს კვლევის მხოლოდ ანამნეზზე და დაფუძნებული თუ კვლევის გენოფენოტიპური კვლევის შემდეგ. მარტო ანამნეზით ჩვენც ვიცით. ანუ ეს ძალიან სერიოზული დასაგეგმია მაშინ. არა, ეს სერიოზული მაღალი სანდობის ლაბორატორია და იცით, ასეთი კაბრინსკიმ გააკეთა რუსულ პოპულაციაში, აი პირველად რომ დამაინტერესა დიდ პოპულაციებში არის. ფრანგულ პოპულაციაში არის. როგორც გითხარით, შოტლანდიაში არის. ინგლისი აკეთებს, აქვს კი ფაგერჰოლი და ისინი უდიდესი კლინიკური გენე და კიდევაც არის პრევენციული მედიცინა მუშაობს, მაგრამ ეხლა ახალი გამოწვევა არის, ვინაიდან უკვე საკამათო აღარ არის, რომ ყველა კანცერ ავთვისებიანი სიმსივნე არის პოლიგენური დაავადება, ანუ ყველა პოლიგენური მულტიფაქტორულია. რისკებში ჩაწერილია ყველგან ჩაწერილია, ხო? რისკში წერია. ანუ ეს არის წინასწარ განწყობის და მოდით ეხლა შემოდის აი ახლა ეგ მინდოდა გაგრძელება ამ თემის, რომ ეს არ ნიშნავს, რომ ვისაც გენეტიკაში ქონია, ყველას ექნება. ოჯახი არის რომ ძიმე ფორმის გენეტიკური დაავადება აქვს და სამშვილში მარტო ერთს აქვს, ორს არ აქვს. ეხლა აქაც რა მუშაობს და სიმსივნურ დაავადებებზე ძალიან კარგად მუშაობს ეპიგენეტიკა. ეხლა რა არის ეპიგენეტიკა? ეს ახალი წამოსული მეცნიერება, თვით პრეფიქსი ეპი გვიჩვენებს, რომ ეს გენეტიკაზე ზედნაშენია, ხო? კი ბატონო. ეპიგენეტიკა სულ ცალკე საგნად ისწავლება, იცით? ასეც თელი თავის ეპიგენეტიკა არის უფრო როგორ გითხრათ, იცით, როგორ შეუძლია ეპიგენეტიკას გენეტიკური კოდი შეცვალოს, აი ეს კითხვაც კი დაისვა გენეტიკოსებს. გასაკვირველია არა, მაგაზე ერთი გენეტიკური კოდის შეცვლა არ შეუძლია, მაგრამ მოდით ახლა აი ეს მაგრამ არის ყველაზე მთავარი, მაგრამ ეპიგენეტიკა არის სისტემა, რომელსაც შეუძლია ჩართოს ან გამორთოს გენეტიკური კოდი. აი აქ გადის ელექტროენერგია, თუ არ ჩართეს, არ ჩაირთვება. აი ეს ჩამრთველი არის ეპიგენეტიკა. ესე იგი, რაოდენ მნიშვნელოვანია ეპიგენეტიკა. და ეპიგენეტიკა არის ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემოა. ზუსტად. ეხლა ვლაპარაკობთ, გადაღებული თემაა, რომ რას ვჭამთ, რას სუნთქავთ,
მაგრამ და აქაც ისიც ვთქვათ, რომ არამაკოდირებელ გენებში ეს ეპიგენეტიკური ცვლილებები იწერება. მართალია ეს არ იწვევს გენეტიკური კოდის შეცვლას, მაგრამ აი ძლიერი კოდია. თუ ეპიგენეტიკურ კოდს შეუძლია გენეტიკური კოდი მთელი სიმძლავრით, ანუ მოდით ახლა გენეტიკური ენით რო ვთქვათ, ექსპრესიულობა რა არის დაავადების სიმძიმე გენეტიკური დაავადება. ექსპრესიულობა ისე გამოავლინოს როგორც მძიმე დაავადების, ეს უფრო ძლიერი ყოფილა. და აი არის ესეთი თუ გვაქვს დრო ამაზე საუბრის, ბრიუს ლიპტონი, ესეც ამერიკელი ძალიან იცით როგორ კონტროვერსუსო, აი ძალიან წინააღმდეგობრივი მეცნიერია, მაგრამ ეს არის მეცნიერი პროფესორი, რომელიც ტრანსგენოსში მუშაობს, გენურ ინჟინერიაზე. და მან თქვა ესეთი რამ, რომ უფრო ძლიერია ეპიგენეტიკა ვიდრე გენეტიკა და ეს ძირითადად კლინიკურ გამოვლინებებში განსაკუთრებით და მოიტანა უამრავი ეს აი ბრუს ლიპტონი რო ნახოთ კიდევ დღეს ნუ მოკლედ არაფერი არ გვჭირდება ChatGPT-ში ჩაწერაც გინდა და ამოგიგდებს ისეთ მასალას რომ მე მაგალითად შემიძლია ვთქვა საკუთარ მაგალითზე რომ მე გადამარჩინა ლიპტონის შრომებმა შენს აზროვნებას მენტალიტეტს და შენს შემართებას ასე განსაჯე გვეუბნება ლიპტონი რომ ავთვისებიანი დაავადების გაბრუნება შეუძლია და გვეკითხება ექიმებს მე არა ვარ პრაქტიკოსი ექიმი ექიმებმა მიპასუხეთ და ამიხსენით პლაცებო ეფექტი პლაცებო ამაზე მუშაობს აყუჩებს ტკივილს ხსნის ასთმას ახო გვაქვს პლაცებოები რამდენი წლება ბრონქოდილატატორები საქმე რაში მდგომარეობს იცით მე ხშირად ვამბობ ხოლმე რომ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს აი თქვათ ახლა თუ ესეთ გენეტიკურ სიღრმეებში შეიძლება ყველა ექიმი ვერ გამოგყვეს და არც კონდეს უნარი შეიძლება ნუ სამწუხაროა რომ მithumetes დღევანდელ სინამდვილეში ხა ჩემ თაობაში ექიმობა გინდოდა სკოლის მერხიდან ეს იყო ერთადერთი ვექტორი შენ საიდანაც მიდიოდი და დაავადებას დავეხმარო რომ დაავადებას ეს არის შენი შინაგანი მოთხოვნა ჩემთვის ცოტა გაუგებარია ხოლმე ხო ყველას ვეკითხები ყველა ჩემ კოლეგას ვინც ახლა მუშაობს როგორც პედაგოგი სამეცნიერო ინსტიტუტის სტუდენტებთან მე-7 ნაწილად თუ მე-5-დან მე-13 რო აქვს ჩაწერილი თუ არ მოხდა იურიდიულზე თუ არ მოხდა ბიზნესი და მენეჯმენტი ეკონომიკას და მე წერია სამედიცინო ადამიანს რომელსაც აი ეს განწყობილება არ აქვს მედიცინა ხო არ არის თქვათ ის დარგი რომელსაც ისწავლი და ამას განახორციელებ შენ თუ პაციენტი არ გიყვარს შენ თუ კლინიკური აზროვნება შეგეძლია პასუხისგებლობის გრძნობა და თან სურვილი და თან პასუხისგებლობა სიცოცხლეზე ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემებია და აბსოლუტურად სწორი აქედან მოდის კონსულტირების უნარების ცოდნა რომელიც აი თქვათ ჰარვარდის უნივერსიტეტს ვინც ამთავრებს მან აუცილებლად უნდა გაიაროს ყველაზე სოფლიოში ნომერ პირველი პოლიტიკური სკოლა ჰოპკინსის უნივერსიტეტი რატომ რომ კომუნიკაციას ასწავლის და ეს კომუნიკაცია ჩემთვის ახლა რა არის თქვა შენ თუ პაციენტთან ისე გადეს თქვა კომუნიკაციის ხიდი რომ ის გადმოიყვანე შენ მხარეს და მიეცი უნარი ბრძოლის ნებისმიერ დაავადებასთან სულ ვამბობ და ჩემი მოსაზრება ხანდახან შენ მაინტერესებს მაგრამ აი შინაგანად მჯერა რომ თუ შენ თელ ორგანის მობილიზაციას გაუკეთებს სწორედ აი ამ რაც თქვენ ახლა ბძანებთ რაც ორგანიზმს შიგნიდან შეუძლია და რა მექანიზმების ჩართვაც ეს ორგანიზმი შეუძლია ეს არის გენეტიკაზე დაშენებული ამას ვწევთ და აი აქედან ხსნი ყველაფერს თუ შენ ამას უმკლავდები და არ ეცემე ფსიქოლოგიურად შენ შეიძლება ეს ბრძოლა მოიგო შენ აბსოლუტურად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აი ყველაფერი ერთად უნდა ისწავლებოდეს როგორც გენეტიკური წიაღისვლები და სიღრმეები მაგრამ აქ მივდივართ ერთ საოცარ თემასთან და აი ხმოვდერნო ჩემი შეკითხვა ასეთია კავტორუსთან იმისათვის რომ შეეჭიდო აი ასეთ ხერხთა დასანანია რომ არსებობს თქვენი მსგავსი ექიმები აი ესეთი სიღრმიდან მოაზროვნე ადამიანები მუდმივად თქვათ აი მაჯისცემა სოფლიო მეცნიერების განვითარების უყურებ და ხედავ რომ დღეს რა შეუძლია მეცნიერების სწორ გამოყენებას იქვე ვთქვათ რომ არასწორი გამოყენება ძალიან დამანგრეველი შეიძლება იყოს ხო მე მეშინია ხოლმე როცა შენ აი ამ სიღრმეებში და სიფაქიზეებში ჩადიხარ როგორც სიკეთის მოტანა შეგეძლია თუ გადაწყვეტე ფოროტება გააკეთო ასეთივე თავისუფალი ხარ ამ ქმედებაშიც და
ძალიან დიდი ხიფათით უყურებ ყოველ შემთხვევაში მე ამ მოვლენას. აუცილებლად. აქ ჩდება მეორე ამბავი, როდესაც თქვათ შენ ადამიანს ხელს უწყობ, რომ იაზროვნოს აი ასეთი სიღრმეებიდან და რეალობაში შენ არ გაქვს ის მოცემულობა, რომ განახორციელო, თქვათ, ისაც გჭირდება. ეხლა მე რას ვაწყდები, რომ თქვათ, როცა ჩდება სურვილი, რომ გენეტიკური პასპორტი ქონდეს ადამიანს, ან მეტი იცოდეს თან, თუნდაც ორსულობის პერიოდში მუსათყოფ ბავშვზე და იქ იწყება კვლევების ძალიან მნიშვნელოვანია და ქვეყანა ვერ უზრუნველყოფ მაღალი სანდოობის აკადემიურ ძლიერ ლაბორატორიას და შენ თავისუფლებას აძლევ ყველა ექიმს, რომ მას სადაც გაეხარდება მსოფლიოს ნებისმიერ კლინიკაში, ნებისმიერ ლაბორატორიაში გააგზავნოს, იქ უჭირდება კომერციული კითხვის ნიშნები, ხარისხზე ბევრი კითხვის ნიშნები და სახელმწიფო პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ნებისმიერ კლინიკაში გაგზავნა. ნამდვილად, მეორე რიგის ამოცანა, თქვა, გარდა იმისა, რომ სწავლებაში, როგორც აქ ჩაუწერია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, რომ უნდა ისწავლოს საწყის და ბოლო ეტაპზე და უნდა იყოს ძალიან ძლიერი და მომზადებული, თქვა, ბაზით ექიმი, სახელმწიფო უნდა იზრუნოს, რომ მას დახვდეს უკვე კვალიფიციური მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. და ამავდროულად თუ შეყავს ისეთი ფინანსურად მოწყვლადი მოსახლეობა, აი მას შემდეგ რაც შენ გააჩენ, აქ უკვე ჩდება ხარჯები. ესეც არ შემიძლია აი ისეთი კარგი თემა წამოჭერით ახლა მე ხო ალბათ ჩემი ესეთი ძალიან ანთებული ვსაუბრობ ხოლმე გენეტიკაზე და ვცდილობ ახალგაზრდებიც ავცრა კლინიკური გენეტიკით ჭყალებში, მაგრამ როგორ კვლევებთან არის დაკავშირებული, ვის თქვენ მოგეხსენებათ და ამისი დოქტორანტებს, რომლებიც იხდიან თავისი აკადემიური კომპონენტის ღირებულებას, კვლევით ღირებულებას არ აქვს და აი ახლა სახელმწიფომ არაჩვეულებრივი შანსი მისცა, არ არის ახლა ეს საკმარისი, მაგრამ ჩვენთვის ეს ძალიან კარგი, ახლა მე ძალიან კარგად ვიცი ეს რომ ფინანსდება და ნამდვილად დოქტორანტებისთვის აი შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდი. შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდი აფინანსებს შერჩევით ალბათ კარგად დავასაბუთებთ, რომ ეს ჩემს ქვეყანას ჭირდება და ну, რა თქმა უნდა, რელევანტური კვლევის მეთოდებია და მე როგორც ექსპერტი, ახლა მე ექსპერტი ვარ რუსთაველის ფონდის და ამიტომ კარგად ვიცი ეს შიდა სამზარეულო, რომ ესე იგი მართლა ღირებული და რამდენ დოქტორანტს მწვანე შუქი მიეცა, რომ ჩაეტარებინა და აი ახლა მაგალითად, როდესაც მოდიან ახალგაზრდები, მართლა ბევრს უნდა და გაიზარდა დოქტორანტთა მედიცინის დოქტორის ხარისხის მაძიებელთა რიცხვი და აი ისეთი ბედნიერი ვარ, რომ აი ეპილეფსიის გენეტიკურ საფუძვლებს სწავლობს მაგალითად ერთი ჩემი დოქტორანტი. ეს დაწყებული ქონდა უკვე მის ხელმძღვანელ იქ სადაც მუშაობს. მეორე სწავლობს ზუსტად ადრეულ პრევენციულ პედიატრიას, აი ეს ჩვენ გადაცემის დაწყებამდე ქონდა ცოტა საჭირბოროტო თემაზე საუბარი აუტიზმზე და ასე შემდეგ, განვითარების შეფერხების ადრეული დიაგნოსტიკა. საოცრება ეს და თემა, რომელიც ჯერჯერობით ძალიან ბევრი კითხვის ამოუწურავდა. ამ დროს შესაძლებლობები გვაქვს. აი ახლა რომ შევხედავ თუ მარტო შეხედვით ეს არ არის რომ მე შემიძლია, ვინც გენეტიკა იცის, ყველა შეუძლია. მე ჩემი პოპულაციური პასპორტი ვიცი, ხო, გენეტიკური. ბიჭს, რომელსაც აი ახლა ბავშვი მოიყვანეს და ისე ვთხოვე დედას, რომ სტუდენტებთან მომიყვანე, თქო, იმიტომ რომ რაც ვთქვი, ყველაფერი იყო ამ ბავშვში და მძიმე ალერგია ჰქონდა და ისედაც ხშირად უწევდა ჩემთან მოსვლა და მომიყვანა მერე დედამ. ანუ რა იყო ესა? გვირგვინის მდებარეობა თავზე. ხო არის, რომ ცენტრში უნდა გქონდეს და დახვევა ჩვეულებრივად, აი თქვენ ვაჟკაცებს დააკვირდით, ესეა, ხო? ყაბალახივით აქვთ მოგდებული მარჯვენა მხარეს და დახვევა საწინააღმდეგო. ეს ერთი მარკერია, სერიოზული. მაგრამ მარტო ამითი მე არამც არ ვეტყვი, რომ შენ ალერგია. მაგრამ ეს გზას საიტსახვით და ეს ერთი ჩავაგდე ყულაბაში მარკერთა.
მაგრამ ერთი მარკერი არ ყოფნის და თან მხოლოდ ფენოტიპური გენეტიკური მარკერიც მინდა სისხლის ჯგუფი ოღონდ რომელმაც იცის ამ ჯგუფის სისხლის მფლობელს უნდა უკბინოს და იმას არა ჩვენ რატომ რომ ანტიგენური სისტემა აქვს B, AB თუ არც ერთი ხო? აი მეორე ჯგუფი ვიცი ქართულ პოპულაციაში არის რისკი ესე იგი წავიდა უკვე ერთი გვაქვს ფენოტიპური მეორე გვაქვს უკვე სისხლის მარკერი მეორე და იმ წუთში უყურებ ყურზე ყურის ბიბილოზე ეხა ეს ყველგან არ არის მაგრამ ვისაც აქვს ეს მარკერია ჭრილი ხო? აი ეს რომელიც შეხორცებულია დიახ არ არის ჭრილი და იმას თუ დაემატა ფენოტიპში ჰაშელა B7-ის მტარებლობა უკვე ასთვის მარკერია. უნდა ელოდე რომ შესაძლებელია გამოვიდა. ეს ხო დაბადებისთანავე აქვს ყველაფერი. სხვა ეხლა ძალიან საინტერესო თემასთან მივედით ეხლა ჩვენ მაღალ მატერიალებზე საუბრობდით და ხო აქამდე კონცეპტუალური საფუძვლები ეხლა პრაქტიკულზე თუ პრაქტიკოს ექიმს არ შემიძლია ძალიან ხშირად ვლაპარაკობ ყოველთვის ვლაპარაკე იმაზე რომ გიждები როცა მეცნიერება ვითარდება და ვცდილობ რომ ძალიან აკადემიურად ჩემზე ბევრი ჩვენი ადამიანები მოვიწვიოს სტუდიაში და მათგანმე ძალიან ბევრი სწავლობ და ხშირად ვამბობ როგორც მოწაფეისე ვზივარ და ეს კიდევ მიხანგძლივებს თქვა ახალგაზრდობას და ბავშვობას მომწონს სწავლის ჩემთვის სწავლით აი დღემდე ვსწავლობ სულ და არ მერიდება რომ კითხო და ჩემს ირგვლივ ჩემი მეგობრები ასე არიან ზუსტად თავის დარგში ძალიან კვალიფიციური კადრს ვიწევ და ჩემთვის ეს არის თითოეული ჩემი გადაცემა პირველ რიგში ჩემთვის არის ხოლმე ეს თქვა აღმოჩენა და ახალი ინფორმაციის მიღების საშუალება მაგრამ მე არ შემიძლია არ გავიხსენო და ეხლა თქვენთანაც უნდა შევეხო ამ საკითხს კიდევ ვიმეორებ უბედნიერესი ვარ რომ მედიცინა და მეცნიერება ესე სწრაფად ვითარდება და წინ მიდის მაგრამ სულ მიჩნდება შიში იმის რომ აი უცებრო დარჩეთ ტექნოლოგიების გარეშე ჩვენ ხო გვასწავლიდნენ პირველ კურსზე როცა ჩვენ გავდივართ ყველაზე მარტივ საქმებს როცა შენ მედიცინას პირველად ეხები აზროვნებას სამედიცინო აზროვნებას ადამიანის ვიზუალური რაც თქვენ ახლა ბრძანეთ მე იმიტომ ჩამოვთვალე მარტივები. დიახ, მარტივია, მაგრამ გზამკვლევია. ანთროპომეტრული. მაგრამ გზამკვლევია. ჰაშელას და პროტეაზ ინგიბიტორების გენეტიკურ სისტემას ვერ საზღვრავს. არა, იმისათვის რომ მიხვიდე რა გაზომო, თქვენ დაიწყეთ ყველაზე მარტივი ვიზუალური ყულობაში ჩასვით ის ეს აი ედინბურგის რეგისტრში შეტანილია. გენო ფენოტიპური. ამაშია საქმე. ანთროპოფიზიოლოგი. აი ძალიან მარტივია. როგორ შეიძლება აი თქვა არ იცოდეს სტუდენტმა და ხო ამასინათ ერთ-ერთ ექიმს უყურებდი პედიატრს ახალგაზრდას რომ სინჯავდა და პალპაცია რომ გააკეთა მუცლის ისე გამეხარდა იმიტომ რომ ამავე პერიოდში მეგონა რომ ადამიანები აღარ აკვირდებიან კანს, აღარ აკვირდებიან თვალის კლერას, სიარულის მანერას, სუნთქვის რიტმს, თითის ფორმას, ჭხილის ფორმას, თქვა იგივე, თქვა ტურგორს, მე უკვე პალპაცია, პერკუსიას, ამას. აი ეს ისეთი რამაა, რაც არ უნდა განვითარდეს მედიცინა და ჩავიდეთ გენეტიკის სიღრმეებში, ეს არ უნდა დაიკარგოს. ამიტომაც ოსკის გამოცდა გვაქვს დღეს. დიახ. მართლა ჩვენ დროს არ იყო. არ იყო, არა, ოსკარ ვაბარებდი მე. ხო და აი მე ძალიან დიდი სიხარულით მინდა გაცნობოთ, რომ სხვა შორის ტელევიზიითაც მაშინ გაშუქდა პედიატრიაში. პირველად პედიატრიაში ჩავატარეთ ოსკი ჯავახიშვილის მედიცინის ფაკულტეტზე და ეს რა არის ოსკი? აი ძალიან კარგად იცის, რაზეც ჩვენ საუბრობდით, ახლა ფუნდამენტურზე იქ გენეტიკური სისტემები, ის კლასიფიკაცია იცის, გადასარევად იცის. მაგრამ ელემენტარული კლინიკური უნარები არ აქვს იმისა, რომ დედას მოუნდეს მეორეჯერ შვილის იქ მიყვანა. აი ამაშია საქმე. და აი ამაში სწორედ ნახეთ, ესე იგი გამოცდაზე სტუდენტი დღეს არ ფასდება მხოლოდ მისი თეორიული ცოდნით. თეორიული ცოდნით ფასდება აი ეს MCQ ტესტებით, კი ბატონო, მაგრამ ოსკი, რა არის ოსკი? ზუსტად და მე რომ მივაჩვევ გინეკოლოგიის კათედრა რომ მიაჩვევს, შინაგანი მედიცინი რომ მიაჩვევს, ოსკს რომ ყველა პაციენტი რო შემოვა, შენ კი არ უნდა იყო აი ესე დაბძანდით ხო ეს მოყევით რაშია საქმე აი ეს რომ აუცი პროფესორი ხარ
ორდინატორი ხარ, სტუდენტი ხარ თუ ეს არის კონსულტირების უნარი. უნდა წამოდგე და პაციენტი მიიღო. ეს ვინც ბავშვია, ბავშვი თავის პატრონით მოდის, მშობლით, პაციენტია მოზრდილი, აი ეს წამოდგომა და პაციენტი რო შემოვა, ხელების დაფანა. აი ნახეთ, -0.5 ქულა. -0.5 თუ არ მიესალმე და შენი მთელი დარდი სახში არ დატოვე და არ გაუღიმე. ჩვენ მუდმივად სცენაზე ვართ ეგ იმას შეიძლება. თან ესა. ახლა მე მაგალითად აი მართლა გეუბნებით, იმდენად ჩემთვის მნიშვნელოვანია ჯერ ერთი ვერ ვსინჯავ ნორმალურად ბავშვი რო ღრიალებს 3-4 წლის ბავშვი, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ უჩხვლიტეს, ვაქცინაცია გაუკეთეს. არ არის ავად ბატონო, ვაქცინაცია გაუკეთეს, ხო? იმან იგივე თეთრხალათში რო დამინახა, ატეხა ტირილი. და აი კეთილგანწყობილი პედიატრიული კლინიკა მინდა იყოს ყველგან. მე ვიხდი თეთრს და იქაურ კლინიკის ჩვეულებრივ აი ესე ტანსაცმელში ვარ, ოღონდ რომელიც ქუჩაში არ მაცვია, რა თქმა უნდა. და ოთახი მაქვს მოწყობილი აწყობილი სათამაშოებით. ეს ბავშვი რო შემოდის, მივესალმები, მივეფერები, აუცილებლად ყველა ბავშვი ძალიან ლამაზი და ძალიან კარგია. და ბავშვს ვაძლევ სათამაშოს და მე დედას ვესაუბრები, რომ შენ არა ხარ აქ მთავარი. დედას ამ დროს ანამნეზს დეტალურად ვეკითხები. ის მშვიდდება, ემავშები, ის არ მხედავს. მე ჩვევა, რომ მე დედასთან და მე ჩვეულებრივად ვსაუბრობ. და ის უკვე განწყობილია შენდამი და თან აუცილებლად ეს ერთი ტყუილი უნდა გაპატიონ ბავშვებმა ისევ მაგათვის რომ აი მე ნემს არ ვაკეთებ არასოდეს ახლა ბავშვს რო ნემს არ გაუკეთებ ახლა მე დააკეთებს ნემს მაგრამ მე ნემსის ხელში აღება არ ვიცი რომ ვეტყვი ბავშვი შენია აბსოლუტურად გასინჯებს ყველაფერს თუ არა და ნუ ესეთი არ ვიცი ხა მე პედიატრი ვარ განსაკუთრებული პაციენტი განსაკუთრებულია და სითბოს ექიმისგან კიდევ ვიმეორებ აი ექიმის ყურადღება და სითბო ეს არის 50%. არა ეს ოსკს მოვაყოლე ოსკის გამოცდა გარდა აი სალამისა და ახლა გადავდივართ ახლა შეიძლება ძალიან კარგად მიესალმო ძალიანაც მიეფერო ხალათიც გაიხადო მაგრამ არაფერი არ იცოდე აი მე უკვე ზუსტად რა კითხვებს უსვამ და ეს ხდება ჩვენთან მაგალითად სადგური ესე გვაქვს მოწყობილი იცით ჯავახიშვილში მედიცინის ფაკულტეტზე ვისთვისაც ჩემ დეკანატს ძალიან დიდი მადლობა მინდა იცით ხო მე ვერ მხედავ სტუდენტი გამომცდელს ჩვენ ვდგევართ როგორც კრიმინალურ პოლიციაშია სარკის უკან საიდანაც მე აბსოლუტურად თავისუფალი ქმედებაში და იგი და დედა არის მაღალი კურსის სტუდენტი ისიც ნამდვილი დედას და ბავშვს მულაჟია, სიმულატორია და დედა, სტუდენტი, რომელთანაც მას არ აქვს განცდა, რომ მე ხლა აქ ჩემი ეს პედაგოგი მიყურებს. მე ვერ მხედავს ის საერთოდ ვარ თუ არა, მე მესმის ყველაფერი, მე ვხედავ რა კითხვებს უსვამს და ამის მიხედვით მე არის ორქულიანი, ხუთქულიანი შეფასებები. შესაბამისი სწავლება თუ არ მიიღო მაღალი ქულა, ის დარჩება დაბალქულიანი. აქვე არის ეს პრაქტიკული უნარჩვევები, პერკუსია, პალპაცია, აუსკულტაცია. აი როგორ ახლა ვის ჭირდება, რა ჭირდება, რა ამოცანა მივეცი, კლინიკური ამოცანა, ხო? кейსებს ვაძლევთ. ეს გამოკრულია კარებზე, კითხულობენ და ისე შედიან სადგურებზე. სადგურზე, სადაც ხვდებათ სტუდენტი თავის აბსტრაქტულ ბავშვთან ერთად, ხო? და დედაც უყვება ამას. ჩვენ ერთი პერიოდი ჩვენმა დეკანმა არაჩვეულებრივად. ეს გენიალურია ძალიან თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტების მოწვევაც გადავწყვიტეთ, რომ იმათაც დავასაქმებთ გარკვეული თანხა. გამოიყოფო და ამის. ეხლა თანხაზე მომაგონდა ისე ვუბრუნდები ასპირანტს იგი რეზიდენტურა დოქტორანტურის საკითხებს საქართველოში და ძალიან გული მტკივა. იცი თქვენ ბძანეთ რომ ძალიან მიხარია ეს არ ვიცოდი რომ რუსთაველის ფონდი აფინანსებს და ეხლა რუსთაველის ფონდი თქვენ ძალიან ექსპერტივაა და ალბათ არჩევს ხო ესა მე მაინც მიმაჩნია რომ ადამიანი რომელიც გადაწყვეტს რომ წავიდეს რეზიდენტურაში ეს არის აუცილებელი ეხლა იმისაც რომ ექიმი შედგე და შემდეგ ის გადაწყვეტს რომ პარალელურად თავის კლინიკური პრაქტიკის აიმუშაოს დოქტორანტურაში
არ შეიძლება რომ მან თავისი კვლევებისთვის და სწავლის ქირა გადაიხადოს. თუ ჩვენი სახელმწიფო მოვახერხებთ შეუძლებელია ფინანსურად შეუძლებელია უნივერსიტეტმა და ეხა მეც მოთხოვნა მე როგორ მინდა ხო წარმოგიდგენიათ ეხა რამდენი ახალი დოქტორანტები ავიყვანეთ კათედრაზე და ძალიან მიხარია ეს დაინტერესება და ისეთი საინტერესო თემატიკა არის აი პირდაპირ ეს როგორც გვინდა ისე თუ მივიდა ბოლომდე სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მაგრამ იცით რა მე რო დავგეგმო ეხა მე რო ნება აი ეს გითხარით გენეტიკური კვლევა დავგეგმე ეპილეფსიაზე ხო ერთი ნევროლოგებთან ერთად მაგრამ მე როგორც გენეტიკოსი და პედიატრიულ ასაკზე გვაქვს ჩვენთან ჩატარდება მაგრამ სეკვენირება და იცით ერთ-ერთი მეთოდი მოლეკულური გენეტიკა გვინდა ციტოგენეტიკა მინდა სტატისტიკური ანალიზი ეხა ნახეთ რა შესაძლოა კალდუროსთან შესაძლებელია უნდიჭიერესი სტუდენტი დარჩეს აი ამ ყველაფრის მიღმა ძალიან დიდი უნარების ამიტომ რომ თუ ქვეყნები სადაც დოქტორანტურაში უშვებენ ადამიანებს ლაბორატორიებთან ნახეთ როგორ ესე ხარჯ ეფექტურობა როგორ შესაძლებელია შენ ისეთი ერთი კადრი გაზარდო რომელმაც შემდეგ თავისი სამეცნიერო მიღწევებით მილიარდები მოუტანოს ქვეყანას. ამიტომ შეიძლება ამ შემთხვევაში წააგო, იმიტომ რომ ბევრი თქვა არა ძალიან ნიჭიერი და აფინანსო და ერთი საუკეთესო და რამდენი კარგი შრომა დარჩენილა. აი ამას ვიზახვის რომ ადამიანი რომელსაც ძალიან ბევრი შრომა შეიძლება დარჩეს კვლევის მიღმა. აი ზუსტად მაგას ვიცახი რომ იდეები, აი ამ შემთხვევაში კიდევ ვიმეორებ ჩვენ არ ვართ ძალიან დიდარი ქვეყანა, მაგრამ სულ ვამბობ რომ ქართველები ვერ გამოდგება რაღაცა იმ მომსახურების სფეროში რაღაცა ყველა პოპულაციის ყოველს თავისი რაღაც ნიშია. ძალიან გულისტკივილით რო ამბობთ ამას მე მესმის და ჩემი გულისტკივილით შეუერთეთ და მით უმეტეს როცა ჯანმრთელობას შეეხება ეს ყველაფერი და შეიძლება თუ არის შესაძლებელი და ვერ ვაკეთებ. არ არის შესაძლებელი ოჯახს არ აქვს საშუალება, მაგრამ ჯანმრთელობას და როდის ხდება ამ რესურსების მობილიზება ურემი რო გადაბრუნდება. კი, რასაკვირველია, მაშინ უკვე ყველაფერს ჭირდება და მთელი დაირაზმება, მეგობრობა, ნათესაობა. კი ბატონო. ეს არის რომ განათლების გამო ქუჩაში ვერ დარჩები, მაგრამ სიცოცხლეს რო ეხები, იქ უკვე აღარაფერს ყველაფერი აზრს ეს ბუნებრივი გადარჩევა თუ შერჩევა თუ როგორ თქვა. აი მყავს სტუდენტები, იმდენად ბედნიერი ვარ, რომ აი ჩვენი სტუდენტები ხვდებიან ძალიან ისეთ პოსტებზე აი ხა დღეს ერთმა ჩვენმა ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტმა დღეს კი არა რამ ერთი წლის წინ ინგლისში და ჩატარდა საერთოდ გრანტი მიიღო უფასო დოქტორანტურის მაგისტრატურაში. ხო, კარგავს ხელშეც გაედინება და გაედინება კადრები. ეხლა მე მაქვს საშუალება რომ იაპონიაში გაუწიო შუამავლობა 3 წლიანი აბსოლუტური უფასო სწავლება და ესეთი სხვა შორის ერთ-ერთ სტუდენტმა დამირეკა ასკის სასახეზე არ ვიცნობ ამ ადამიანს გასულ წელს გაუწია სწორედ შუამდგომლობა ადამიანმა მითხრა რომ მე ფეხით დავდიოდიო სამედიცინო უნივერსიტეტშიო და დღეს იაპონიაში მომეწე საშუალება რომ მე ესეთი სტუდენტებიც ყავს მეთქი. არა მე გული მწყდება რომ საქართველოს რეალობაშიც იქნება ხელი შეუწყოთ. არა ისინი უნდა დაბრუნდნენ ეს გრანტირება და სხვათა შორის აი ძალიან კარგ საქმეს აკეთებს განათლების ოფისი ხო გვაქვს ჩვენ მაგისტრატურებს და დოქტორანტურებს საზღვარგარეთ და იქ ხელშეკრულებაში იწერება რომ მე გიფინანსებ სრულად ოღონდ ჩვენ 3 წელიწადში ბრუნდები საქართველოში. ხო ეს ძალიან კარგია. ეს ძალიან კარგია. ეს ძალიან კარგია ნამდვილად ეს მე ქალბატონი ნუნუ მიცკევიჩი რო ხელმძღვანელობდა განათლების მინისტრის მოადგილე რო იყო ეს ჩემი კოლეგა იმუნოლოგია და მე საქმის კურსში ვარ რამდენი ძალიან წარმატებული და კარგი. არა, მოფენილია ქართული ესეთი ძალიან ეს ნათელი ტვინებით მთელი სამყაროს წარმატებული უნივერსიტეტების ავსია და ძალიან მიხარია და შევხარია ამ ადამიანებს რომ ისინი და მე მიხარია რომ ქართული ის გააქვთ აი ეს გენის შესაძლებლობები. იცნობენ. მაგრამ როგორც თქვენ ბრძანეთ, გული მწყდება თუ
არ დაბრუნდება და ის არა, ისევ რომ დაბრუნდეს კალტოროსთან, ჩვენ ისე ვუბრუნდებით, სადაც გავჩერდით იმ ადგილს. რომ დაბრუნდეს აი უნიკალური ცოდნით აღჭურვილი, მას უკვე ქვეყანა უნდა დაახვადროს ძლიერი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სადაც ის რეალიზდება იმ რანგის მეცნიერად, იმ რანგის პედაგოგად, იმ რანგის ექიმად, რა განათლებას მან მიიღო იქ. ეს არის აუცილებელი. ხომ უმუშაობთ ამ მიმართულებით, ხო გვაქვს წარმატებები, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი გვინდა ეხა რამდენი ჩემი კოლეგა ეხა ძალიან წარმატებით მუშაობენ გენეტიკის სფეროში, გენეტიკურ კონსულტაციაში, ლალი მარგველაშვილი, ბატონი ქლივიძე. იცით რა, არის წინსვლა, რა შედარება, მაგრამ არ არის ეს საკმარისი პრევენციული პედიატრიის. ხო, ეხლა ეს პრევენციულ მედიცინასაც შეეხება, ესე იგი ეს არის კიდევ მეორეს მხრივ რო ავიღოთ ქვეყანა, სადაც ვთქვათ, აი ფინანსურად აი ესეთი იმხელა დაფინანსება ჯანდაცვაში არ აქვს, სწორედ ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებული, რომ გააჩნდეს აი ვთქვათ ჩეკაპების რაღაც წინასწარი, ვთქვათ, აი პრევენციული შეფასების კლინიკები, სადაც არ ავადმყოფი აი, ფოკუსი უნდა იყოს ბავშვების ასაკში გვაქვს ეს პრევენციის აღწევობა 0 ეს და 5 ერთი წლამდე. მივაღწიეთ. ხო. მე არ ვიცი თქვენ ახლა ჩემ შემდეგ გაქვთ დამთავრებული ალბათ საკმაოდ, მაგრამ ჩვენ ხო როგორ ვისწავლეთ? როდის იწყებოდი პედიატრიას რა ასაკიდან ვიწყებდით? ხო, და ამაშია საქმე, რომ ესე იგი ჯადაჭრის მომენტიდან 0 და 5 წელს ადრე ვიწყებთ გამეტოგენეზიდან. აი, გამეტოგენეზიდანაც ხან ფლათესეთ დაწყდა ენერგია, მაგრამ 12 კვირის ვადიდან ვიწყებთ ნამდვილად ეს იაპონური გამოცდილება შემოვიღეთ. ეხლა დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის წიგნი გაჩნდა, სადაც 12 კვირის ვადიდან ყველაფერი იწერება. მაგრამ ეს არის პრენატალური, ეს სწორი ბრძანდები 12 კვირი, მაგრამ მე როგორც პედიატრი, ჩემთვის მისაღები ასაკობრივი დაყოფა არის, იცით როგორი, გლეხმა იცის თუ საღი თესლი არ არის ნაყოფი, არ იქნება საღი. აბსოლუტურად ვაშლი დაჭიანებულია და ბავშვიც დაჭიანებულია და ამიტომ გამეტოგენეზი ერთადერთი ქართველებს ხო არ გვიყვარს არაფრის დაგეგმა წინასწარ. და რომ გვეცინება 6 თვით ადრე და 1 წლით ადრე დაგეგმა, იქ მოგზაურობა ეს სწავლა მაგრამ მოსულობის დაგეგმარებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. იმიტომ რომ ეს გამეტოგენეზის პერიოდი თუ სახი არ არის დიაგნოსტიკა, საერთოდ აი ჩასახვამდელი დიაგნოსტიკა, თქვათ აი წყვილთა შორის. სწორედ ეს 7 დღე ჩემი ოცნება, რომ თქვათ აი დაინერგოს, რომ ახალგაზრდები ვინც აპირებენ, რომ შექმნათ ოჯახი და იყოლიონ შვილები, აი კონსულტირება ჩაიტარონ ვიდრე ხალი გახდება ჩვენ აი ზუსტად შვილის ეხლა ვინც პედიატრიას სწავლობს დღევანდელ მე შემგონია რომ არა მარტო ჩვენგან და ნუ მე როგორც გითხარით პედიატრიას სხვადასხვა უნივერსიტეტში ყველას შთაუნერგავთ და გამოცდას ისე ვერ აქ კითხვა შედის აუცილებლად როდიდან იწყება აი რა შეისწავლის პედიატრია ბავშვის ჯანმრთელობა არა მხოლოდ სოციალური ასპექტებია ფსიქოლოგიური ასპექტებია და როდიდან იწყება მეთვალყურეობა გამეტოგენეზ ჩასახვამდე დიახ აი თუ მეთქი სულ მაგას და ეს დაიმახსოვრეთ იცით რა ესე ხან ანეკდოტები თუ ლამაზებ რო გაახსენდეთ ეს ჩემი ნათქვამი და მართლა ის არის ეს ახლა და სოციალური მარკეტინგია უნდა ეს ინფორმაცია ვრცელდებოდეს არ ყო 7 წყაროდან იმისაც რომ behavior-ი მოხდეს თქვენ ახლა მაგის გამეთახმებით აი ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ და გამეტოგენეზიდან უნდა დაიწყოს ბავშვზე სრულმა პრევენცია ხო ერთი კვირა მაინც რო ის ფასტ-ფუდები არ მიიღონ და ალკოგოლი არ აი ეს ცალკე თემაა ეს ეპიგენეტიკაში შედის იმ გენეტიკურ კოდს რა აღვიძებს სამწუხაროდ ახლა ჩვენ არც საუბრობთ მე სხვა ჩვენს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან ვიღებ ხოლმე ხშირად ინფორმაციებს როცა ვთქვათ მარიხუანასთან მიმართებაში წეველთან ჯდომა ან მგზავრობა ან რაღაცა აი ამ მომენტში ჰიპოკამპის განვითარებას აჩერებს წარმოგიდგენთ რა აი ეს ისეთი ნიუანსებია და ისეთი ინფორმაცია რომელზეც ძალიან ბევრს უნდა ვსაუბრობდეთ ახლა სხვა შემთხვევით გითხრათ ახლა მოგეხსენებათ მე ჩემი ძირითადი სამსახური სხვაგან გახლავთ მაგრამ აი ამ გადაცემის გაჩენაც ემსახურება იმას რომ რაც შეიძლება მეტი აკადემიური და სწორი ინფორმაცია
თუ კი მოისმენენ, ამას მივაწოდოთ ადამიანებს. და მე მიხარია, რომელიც პულს ყავს აკადემიური მსმენელი და არა მარტო ექიმები მინდა გითხრათ, აი ბევრი მეუბნება, რომ ინფორმაციას იღებენ და მე მაინც არ ჩაივლის ფუჭათ ეს ჩვენი მცდელობა, ასე ვფიქრობ, ჩვენ თავი რომ ეს მუდმივად და ეს არის ოთხოთა ეს აქაიქ მიწოდებული, უნდა იყოს თანმიმდევრული და მუდმივად მიწოდებული სწორი ინფორმაცია, ეს არის მნიშვნელოვანია და მე ძალიან მიხარია პირველ რიგში და გითხრათ რომ ისაც მეგონა რომ არ იყო საქართველოში და თქვენ ახლა ძალიან დროს იგი კლინიკურ გენეტიკას ასწავლით და სკრინინგი ერთ-ერთი მეთოდი ისეთი ბედნიერი ვარ რომ ფენილკეტონური სკრინინგი გვაქვს გენეტიკური სკრინინგი ხო ეს არა ჩვენ დედებმა არც იციან მათი ახალშობილების სისხლი აქვს აჭარის რეგიონს იმიტომ რომ ბიუჯეტი ჩვენზე მეტი აქვს მათ და აი აქეთ ნაწილში დაახლოებით 6 მეტაბოლური სხვაჩვენს მე სკრინინგებთან დაკავშირებით ძალიან მეტაბოლური დარღვევები აჭარას უფრო ჭირდება იქ. ხო, იგი იმათ იმბრიდინგის ფენომენი რა შეიძლება გაფართოება სკრინინგის, იცით, აი ყოველთვის ძალიან დიდი სიფრთხილით ვეკიდები. მე მიყვარს გავაჩინო ისეთი, ვთქვათ, აი მე რაც შემეხება ჩემ ძირითად სამსახურიდან, გავაჩინო ის სკრინინგი, სადაც ჩარევის საშუალებას გაძლევს და მომენტალურად არ მიდიხარ აბორტამდე. დებით აი ჩემთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი რომ მე არ გავხდე ხშირად არასწორი თქვა აი დიაგნოზის დროს ეს ძალიან დარწმუნებული უნდა იყოს. ამაში საქმე რომ თუ მე არ ვიცი რომ ეს გაკეთდება ძალიან დიდი სიფრთხილით და სიზუსტით მე არ მინდა რომ სახელმწიფოში გატარებული რამე ღონისძიება არ ღირსჩარება. მთელი ჩემი ცხოვრება მედიცინამდე მოვარჩიე, მინდა ვიდგა სიცოცხლის მხარეს და არ მინდა ისეთი ინტერვენციები გავაკეთო. პრენატალური დიაგნოსტიკა უნდა იყოს ძალიან მყარ მტკიცებულებებზე დაფუძნებული და პირველ რიგში, რადგან ჩვენ არ ვართ ძალიან მდიდარი ქვეყანა, ვცდილობ გავაკეთო ის სკრინინგები, რომელიც იძლევა იმის საშუალებას, რომ ბავშვი კი არ მოკლა, არამედ მას დაეფბარო დაბადებისთანავე, რომ არ იყოს შეფერხება განვითარების და გასაკუთრებულად თავშივე შეიძლება მოხდეს პრევენცია აი ამ ყველა დაავადებების და დღეს ეს მეთოდებს თუ ჩამოვთვლით დღევანდელ თანამედროვე ტრენდები და ეს გამოკვლევის მეთოდები ჯერ ერთი შეგვიძლია მოლეკულური გენეტიკა, ციტოგენეტიკა კი ძალიან ძვირად ღირებულია, მაგრამ თუ იმას ვერ ხერხებთ, რომ თუ მშობელს დაუდასტურებს მტკიცებით ფორმაში ეტყვი, ის გააკეთებს, მაგრამ ერთია, რომ დღეს შესაძლებლობა ნაკლებია და ეხო რატო გამაკეთებინე თუ სიმსივნე არ მქონდაო, ესეთი პარადოქსებიც ხო არის და ამიტომ ჩვენ ექიმები მე მაგალითად მე თვითონ ვეძებ, თუ სულ ვამბობ, რომ პედიატრია არ არის მხოლოდ შეროსწორი დიაგნოზი დასვა და კარგი დავსვი სწორი დიაგნოზი, ასთმა აქვს, მძიმე ასთმა აქვს, ესაჭიროება კომბინირებული ინჰალერი, რომელიც 120 ლარი ღირს ერთი ცალი. დედამ ძლივს ჩემამდე მოიყვანა ბავშვი, ხო? ვერ იყე, ამიტომ მე ფარმაკოკომპანიებთან აი ესეთი თხოვნით შევდივარ და ყოველთვის მაქვს ვცდილობ, ყოველთვის არა, მაქვს ტყუილს ვამბობ, ვცდილობ რომ მქონდეს ძვირად ღირებული. თუმცა ატყობ პაციენტს რომ ვერ ახერხებს. ვერ ახერხებს. და აი ამ რეალობაში ეს დანიშნულება რომ რჩება ქაღალდზე. აი ამ რეალობაში მივდივარ ხოლმე, აი გამაოგნება ის ვფიქრობ, სად გადის ადამიანის და ექიმის ნეობის საკითხი, რომ აქვე პარალელურად არსებობს ექიმების ძალიან დიდი ჯგუფი, რომელიც ასევე ძალიან კარგად თანამშრომლობენ ფარმაცევტულ კომპანიებთან და აი დანიშნულებაში მე მინახავს ხან 10 პრეპარატი უფრო მეცაც ვკეთებ, ორ სულთან მინახავს 12 პრეპარატი და მე ხშირად ვკითხულობ, რომ ექიმი როცა გრძნობ, რომ შენთან მოსულ პაციენტს, აი 10 პრეპარატიდან 2 გადაუდებლად ჭირდება. 8-ს მიიღებს თუ არა შენი კომერციული ინტერესია. ვაი თუ ვერ ამოარჩიოს ის 2. და ვაი თუ 10-ვე ვერ იყიდოს. ნუ თუ შეუძლია წავიდეს სახლში და შეთავსება იქნება. ან ჯვარდინი ეფექტი. ეხლა აი ძალიან შორს მიდივართ. წარმატებული მედიცინა რო გქონდეს, უკვე მიდიხარ კლინიკურ ფარმაკოლოგიასთან. გენეტიკური პარალელურად კლინიკური ფარმაკოლოგია, როცა შენ ჯვარდინი ეფექტები, მკურნალობა, აი თქვა ჩემი უცხოელი კოლეგები, ქართველები, რომლებიც მუშაობენ უცხოელ კლინიკაში, მეუბნებია, რომ ჩვენ დანიშნულებას პირდაპირ ვაგზავნებთ კლინიკური ფარმაკოლოგიის განყოფილებაში და იქედან ამოდის უკვე ამ კონკრეტული წონის, ამ თქვათ ანამნეზის ადამიანისთვის რა არის ყველაზე უფრო მისაღები. ჩვენ ფარმაკოგენეტიკას ავწდით ცოტა. ფარმაკოგენეტიკის, კლინიკური გენეტიკის ერთ-ერთი
საკმაოდ ისეთი სერიოზული მიმართულებაა ფარმაკოგენეტიკა. რატო იმიტომ რომ პერსონალიზებულ მედიცინაზე გადავედით, ხო? პერსონიფიცირებული უნდა იყოს, მე უნდა უმკურნალო ამ პეტრეს, დიახ. ეს დაავადება და არა ივანეს, ფენოტიპურად ისევ გენეტიკამდე მივდივართ. კი ბატონო. 6 წლის პეტრეს აქვს ასთმა და 66 წლის თამარს აქვს ასთმა. დიახ. სქესი და ასაკი ხო არის ფენოტიპი. მე ძალიან კარგად ვიცი გაიდლაინი, ვთქვათ, ჯინას ფლობ და ჯინას საფუძველზე დანიშნულება, აი, წაკითხულ გაზეპირებულ, მაგრამ 6 წლის, 66 წლის გოგო კაცი ან პირიქით, ხო? აქ უკვე პერსონალიზებული და აი აქ ფარმაკოგენეტიკა პერსონალიზებული მედიცინის ერთ-ერთი საფუძველი და გახდეს. ესე ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ძალიან მაღალ მატერიებს ვეხებით. მიხარია რომ ვიცი კი თქვენ რამდენიმე უნივერსიტეტში არაჩვეულებრივ აკადემიურ განათლებას იძლევი. მე ვიქნები მოხარული ჩვენი ჯანმრთელობის პოლიტიკა გაყვება და გზადაგზად ჩვენ შემოგაშველებთ იმას რომ ტვირთები ფინანსური მოეხსნა სახელმწიფოს, იმიტომ რომ ბიუჯეტი ნამდვილად იზრდება, მაქსიმალურად ცდილობენ რომ მოუხსნან ეს რისკები, მაგრამ მეორე მხარეს დგას აი ექიმები, ჩემი კოლეგების რაღაცა ძალიან დიდი ესე იგი ჯგუფი, რომელმაც ასევე უნდა იფიქრონ პაციენტზე. მე მესმის, რომ ექიმს არ უნდა ქონდეს ფინანსური პრობლემები, მაგრამ არ შეიძლება, ექიმი არ შეიძლება იყოს მილიონერი. ჩვენ არ აგვირჩევია ეს პროფესია იმისთვის გავხდეთ. ვერ გახდები. ჩვენ პროფესიაში კულტურული ქცევით და ბევრი მუშაობით ვერ იქნები მილიონერი, მაგრამ იქნები ძალიან დაფასებული, ძალიან მადლიერი საქმის მკეთებელი, ღვთისთვის სათნო საქმის მკეთებელი და გაქვს თვითკმაყოფილება, როდესაც თავს აცილებ რაღაც. აი, არ შემიძლია თუ დასასრულისკენ მივდივართ, ფრანგი მეცნიერი ეს ჩემთვის არის აი პირდაპირ ცხოვრების კრედოსავით. ჟორჟ დოსიემ თქვა, თუ შეგიძლია თავიდან ააცილო პაციენტს, ეს ხო დიდი ბედნიერებაა. ეს ყველაზე დიდი ბედნიერება. ბუნებამო ჭეშმარიტი ექსპერიმენტი დააყენა ადამიანის წინაშე. აი სადღაც მე-6 ქრომოსომის 2 მიკროანგსტრემის სალოკაციო არეში მდებარეობს MHC გენეტიკური სისტემა. ეს არის დიდი შეთავსების დიდი კომპლექსი. და წარმომადგენლობა გაუშვა ლეიკოციტის მემბრანაზე. ადამიანო გამოიცანი და შეეცადე პრევენცია გაუკეთო ადამიანს. აი ეს არის შეგვაძლებინოს რომ აი ამ საქართველოს რეალობაში იყოს კადრი, იყოს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, იყოს ყველაფერი იმისათვის, რომ ვემსახუროთ უფრო პრევენციას, ვიდრე მძიმე პათოლოგიების განკურნებას. ეს ჩემი დიდი სურვილია. ჩემიც ასევე. და ჩვენ უნდა შევეცადოთ და ჩვენი პატარა წვლილი ამ მიმართულებით შევიტანოთ და შეგვაძლებინოს ღმერთმა ეს ადამიანს თვითონ არაფერი არ შეუძლია. თქვენ დღევანდელი გადაცემით ამის უზარმაზარი მცდელობა მე კიდევ ვცდილობ განათლების შეტანით. ყველაზე მთავარი არის ინფორმაციის სწორად მიწოდება და დროულად მიწოდება პაციენტამდეც და კოლეგებამდეც. ეხლა ერთი რამე და გთხოვთ აქვე კანტონოსთან ძალიან დიდი მადლობა ეს საინტერესო გადაცემისთვის, ძალიან კვალიფიციური და საინტერესო ინფორმაციის მოწოდებით ჩვენ გასაგებენაზე მოწოდებისთვის, ფართო საზოგადოებამ ამ შემთხვევაში მხედველობაში და იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ ვალდებული ვართ, რომ აი უფრო კონკრეტულად ვესაუბროთ მოსახლეობას კიდევ უფრო კონკრეტულად და ალერგიული დაავადებების გენეტიკასა და ეპიგენეტიკურ ნიუანსებზე და კიდევ ერთხელ დავანახოთ აი საჭიროება ამ დარგის უფრო ერთ საფეხურს ეს კიდე სხვა კუთხიდან დაგვანახებს პოლიგენური დაავადებების პრევენცია და დღეს როგორ შესაძლებლობებს ამ რეალობაში და აუცილებლობას და მნიშვნელობას ალერგიული რინიტია, ასთმა, ურტიკარია, თუ რა ყველა ეს იმიტომ ჩვენ საუბარი იყო ზოგადი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი და მე ვისურვებდი რომ უფრო დავკონკრეტდეთ აი დაავადებებთან მიმართებაში. ძალიან დიდი მადლობა ინტერესებისთვის ამ საკითხით. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მინდა წარმატებები გისურვოთ ყველა ფრონტზე. მადლობთ. განათლების ნაწილში, თქვათ, პრაქტიკულ საქმიანობაში და რა ვიცი, ძალიან დიდი საქმის ეწევით და მეცნიერების მადლობა.
მესი მადლობა. გემშვიდობებით, მაგრამ ძალიან სწრაფად მეც ვიტოვებ, რომ კიდევ ერთხელ გვესტუმრობ. კიდევ არაერთხელ მესტუმრობით სტუდიაში. ძალიან დიდი მადლობა ხალხოსთან. მადლობთ. მე კი მემშვიდობები ჩვენს მაყურებელს, მე ვფიქრობ ძალიან დიდი მადლობა. მე კი მემშვიდობები ჩვენს მაყურებელს, ვფიქრობ ძალიან საინტერესო გადაცემა გამოვიდა, ძალიან ასე ვთქვათ, ღრმა და საჭირო წიაღსვლებით, მაგრამ იმეც ვიტოვებ, რომ პულსის მაყურებელი ყოველთვის ადაა მიიღოს ამ ტიპის ინფორმაცია, გაანალიზოს და შემდეგ გამოიყენოს თავის პირად პრაქტიკაში. მომავალ შეხვედრამდე ტელეკომპანია პულსის ეთერში. ნახვამდის.